გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ფიშერმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხდება. მისივე თქმით, ის აპირებს მოისმინოს თუ რას ეტყვიან სამინისტროში, თუმცა იქვე დაამატა, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს უარყოფს. პეტერ ფიშერის თქმით, ის ასევე აპირებს გააკრიტიკოს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან წინააღმდეგობაში მოდის. გერმანიის ელჩის სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ როცა საქართველოში მოქმედი ელჩი ვენის კონვენციის პრინციპებს უხეშად არღვევს, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება. კობახიძის თქმით, პეტერ ფიშერი რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში პირდაპირ არის ჩართული და ის ცდილობს მართლმსაჯულებაზე ზეწოლა მოახდინოს. მოგვიანებით ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან აქვს ვალდებულება არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.